ჩვენი სტუმრები არიან ნარკოტიკების მოხმარებელთა საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე კოკა ლაბარტყავა და ამ ქსელის წევრი გიორგი სოსელია. დილამშვიდობის ბატონებო, მოგესალმებით თქვენ. მოგესალმებით. და მსმენელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ჩანაცვლებით თერაპიის პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე, მოდით ასე ვთქვათ, რომელსაც დღეს მოგვიანებით მიეძღვნება მრგვალი მაგიდა და დისკუსია. თავდაპირველად მინდა კითხოთ, როგორც პრეს-რელიზიდან გავიგე, თქვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა, გამოკვლევას ალბათ ვერ დავარქმევთ, მაგრამ გარკვეული შესწავლა ამ პროცესის ჩანაცვლებითი თერაპიის მიმდინარეობის საქართველოში, რეგიონებში ბრძანდებოდით, როგორც ვიცი, იქაც იყო დისკუსიები. საკითხი არის, რა თქმა უნდა, თავისთავად ეს ჩანაცვლებითი თერაპია უკავშირდება ნარკომანიის პრობლემას. ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის აქტუალური და პრობლემური და ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პროცესი არის, რომელიც თავის დროზე იყო მნიშვნელოვანი სიახლე და საინტერესოა ისიც თუ განიცადა თუ არა და რა განვითარება განიცადა ამ პროგრამამ. და ამ გამოკვლევა დისკუსიაზეც გითხარით თუ ჩვენ ახსენეთ ნარკომანიის პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ დამჟელობითი მეთოდებით არის გადაჭრილი და იმის ამის საპირწონეთ ვთქვათ ის მწირი სერვისები, რომელიც დღეს აქვს ამ ადამიანებს შეთავაზებული, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს მათი სოციალური რეაბილიტაციის და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ მწირი სერვისებიდან ვფიქრობთ, რომ და ეს ნამდვილად ესეა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების არსებობა და მათი ეფექტურად განხორციელება. თქვენ ახსენეთ, რომ გონდა ასე ვთქვათ, ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი დღეს ფოკუსს გვალმაგიდაზე ვაკეთებთ, ხოლო ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში არსებულ პრობლემებზე შესაბამისად დაახლოებით თვენახევარი მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ჩვენი საადვოკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ბოლო 1 წლის მანძილზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და მთავარი მესიჯია ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია, ხოლო დღევანდელი ფოკუსი, რომელიც მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამების, ასე ვთქვათ, პრობლემებს უკავშირდება, მრგვალი მაგიდის მთავარ მესიჯად აგეთ კუნალობა დაჯის ნაცვლად ფოკუს ჯგუფების ჩვენ რეგიონებში ჩავატარეთ ფოკუს ჯგუფები 5 რეგიონში მათ და დედაქალაქში, სადაც თავად პროგრამის მონაწილეები საუბრობენ იმ გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც მათ წინაშე დგას მეტადონის ჩანაცვლებით თერაპიის პრობლემებზე. დღევანდელი გვალმაგიდაზე ჩვენ გვინდა რომ აღნიშნული გამოწვევები და შესაბამისი რეკომენდაციები გამოვიტანოთ სამსჯელოდ და შემოვიდეთ ინიციატივით, რომ გაიმართოს დიალოგი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და თემის წარმომადგენლებს შორის, რათა გადაჭრილი იქნას ის პრობლემები, რომელიც ამ ადამიანებს მათი გაჯანსაღების და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს. ასევე შემოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან თავად ნარკოტიკების მომხმარებლები, გადაწყვეტილების მიმღებები და შესაბამისად იქნება ეს პლატფორმა, სადაც ასე ვთქვათ, მოხდება იმ პრობლემების წამოჭრა და გადაჭრის გზების ძიება, რომელიც უკავშირდება მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიას და იმ გადამკვეთ სფეროებს, რომელიც ნარკოპოლიტიკის ჭრილში განიხილება. და ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, თავად ამ ფოკუს ჯგუფებთან მუშაობის და დისკუსიების შესახებ რა გამოიკვეთა, რა გამოვლინდა ამ პროცესში? მოგესალმებით მას პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. როგორც კოკამ აღნიშნა, 5 რეგიონში ჩავატარეთ ჩვენ შეხვედრები, ჯამში დაახლოებით 75-დან 80 ადამიანს შევხვდით ამ 5 რეგიონში. პრობლემები იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად ბევრი არის, რომ მიჭირს დავფიქრდე, საიდან დავიწყოთ თქვენ ბრძანეთ, რომ რა განვითარება პოვა
მეთოდონის შემოსვლების თერაპიის პროგრამა საქართველოში, მას შემდეგ რაც დაიწყო, სამწუხაროა, რომ დიდი განვითარება არ პოვა, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს კარგად ჩვენ, რომ თავად ეს მიდგომა, კურნალობა, ნარკოდამოკიდებულების ეს არის დროში განგრძობითი პროცესი, რომელიც კომპლექსურ მიდგომებს აჭირვებს. სამწუხაროდ, ამ კომპლექსური მიდგომები დროში განგრძობითი და შეიძლება ითქვას, რომ ასე ვთქვათ, დაუსრულებელიც. ეს არის დამოკიდებული ინდივიდუალურად ადამიანზე. არ გულისხმობ დამოკიდებულების მოხსნის საკითხს, რაც ვიცი, რომ რაღაც დროში არის შესაძლებელი. პრინციპში ეს პროცესია ესეთი, როგორც თანაცხოვრების დამოკიდებულება, აი, ზუსტად იქამდე მიმყავდა დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ არის ფიზიკური და არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა, რაც დღეს ხდება ჩვენთან, აგრეთვე წოდებული დეტოქსიკაციის გზით, ეს იქნება ხანმოკლედ ხანგრძლივი დეტოქსიკაცია. ხსნის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება რჩება. რაც უნიშნულოვანესი კომპონენტი არის ამ შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ პროგრამაში არ არის ბევრი კომპონენტი ამ განგრძობიტობის ათვისებული. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რაც გამოიკვეთა, პრობლემები იწყება პირველ რიგში იქიდან, რომ საქართველოში გვყავს 45,000 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი. მაშინ, როდესაც მეთოდონის პროგრამა მოიცავს მხოლოდ 1800 ადამიანს, რაც დაახლოებით 4% არის საერთო მაჩვენებლის. და ეს რიცხვი ასე იყო და დარჩა თუ შეიცვალა, როცა მას გულისხმობდი თვითონ ეს რიცხვი პერიოდულად იცვლება პროგრამის მასში ინვესტირებას ახდენს გლობალური ფონდი, საერთაშორისო დონორი, სახელმწიფო, აქედან მეტი წილი არის სახელმწიფო ინვესტიცია, თუმცა სახელმწიფო უნდა გვესმოდეს ისიც, რომ არ არის უფასო. 110 ლარის გადახდა უწევს ადამიანს და ამას მივყავართ მეორე პრობლემამდე, რაც ფინანსურ ხელმისაწვდომობას ეხება. გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი დონე არის უმუშევრობის ნარკოტიკის მომხმარებლებში, გამომდინარე იქიდან, რომ მათი უმეტესობა ამ ნარკოპოლიტიკის გამო არის რეპრესირებული და ნასამართლები, ექნება პრობლემა იგივე სამსახურის დაწყების ან რაღაც შემოსავლის ფიზიკურად ქონის შესაბამისად არ აქვს ამ ადამიანებს სახსრები, რომ გადაიხედონ თუნდაც ის 110 ლარი თვეში. როდესაც საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 150 ლარი არის, შეიძლება უტოლდებოდეს გადასახადი საერთო მნიშვნელოვან მკურნალობაში საარსებო მინიმუმს. ანუ იმ შეზღუდულ რაოდენობასაც კი, ვისთვისაც არის შესაძლებელი ჩანაცვლებით თერაპიის შეთავაზება, არის კიდევ დამატებითი ბარიერი, ამას გულისხმობ ფინანსური სახით. მინდა სტატისტიკა უფრო გამოვკვეთოთ, 1800 ბრძანეთ ხომ დღეს? რამდენი იყო თავდაპირველად? რამდენი საშუალება ჰქონდა, ვთქვათ, დამფინანსებელს, ვინც ამ პროგრამას აფინანსებს? რა ისიც დაფინანსების ორი წყარო არსებობს. ამჟამად ორი პროგრამა მიმდინარეობს. ეს არის გლობალური ფონდის მხარდაჭერით, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ჩაერთონ პროგრამაში და გაიარონ თერაპია და არსებობს სახელმწიფოს მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროგრამა, სადაც თანადაფინანსებით უпростоრად, სადაც საკუთარ ასე ვთქვათ, იხდის ადამიანი ყოველთვის მისთვის გაწეული მომსახურების საფასურს. მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გიორგის საუბრობდა 110 ლარი, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებისთვის, ვინც სოციალურად ძავალ ფენას წარმოადგენს, საკმაოდ რთულია ამის გადახდა, ვინაიდან ეს ამ ადამიანების უმრავლესობა არ არის დასაქმებული და შესაბამისად მათ ოჯახებს აწვება აღნიშნული გადასახადები. გარდა ამისა, მე მინდა წამოჭრა საკმაოდ ისეთი მწვავე თემები, როგორც არის ექიმების დამოკიდებულება. მე მესმის, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან მოყოლებული შემდეგი, ასე ვთქვათ, 9 წელიწადი ბოლოს და ასე შემდეგ ამ ადამიანების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება და საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ნეგატიურ ხასიათს ატარდებდა და სამწუხაროდ ეს ინერციით ეს დამოკიდებულება და მიდგომები დღესაც გრძელდება, რაც როგორც აღვნიშნეთ, არ ემსახურება, ასე ვთქვათ, ამ ადამიანების ნარკოტიკების მომხმარებლების საზოგადოებაში ინტეგრაციას. სამწუხაროდ მეტ პერსონალის მხრიდანაც ხშირად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ვაწყდებით. რა ტიპის ბატონობა? რა არის, იცით, მე არ მინდა სხვა მაგალითების მოყვანა. ჩემ თავზე ვიტყვი ერთ მაგალითს, ასე ვთქვათ,
როდესაც გარკვეული საბუთის აღება მინდოდა ფორმასის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, შევიარე და გარკვევა უნდოდა, ასე ვთქვათ, მედპერსონალს ეთყობა ჩემი სტატუსი და მეკითხება ესეთ ნარკომანი ხარ შენ და ასე შემდეგ. ამ დამოკიდებულებით, ასე ვთქვათ, ჩვენ ვერ მივახცევთ იმ შედეგებს, რაც დანიშნული ვისი დანიშნულებაც აქვს იგივე ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამას. აი ეს მინდოდა მეთქვა. განზოგადება შეგიძლიათ ამ თქვათ აი ამგვარი დამოკიდებულების მე კონკრეტულად გითხავთ სამედიცინო პერსონალის მხრიდან თუ ალბათ არის იქაც რაღაცა გამონათებები, ხო? რა არის ისიც მე ყველას ასე ვთქვათ, არა არის ესეთი შემთხვევები, მე თუ ჩაუბრმავდებით, შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი სტატუსის გამო მომსახურეობაზე ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს ნარკოტიკების მომხმარებლებთან, საკუთარი სტატუსის გამო ბევრჯერ მედპერსონალს უთქვია უარი სამედიცინო манипуляციის ჩატარებაზე, თუნდაც სტომატოლოგიურ კაბინეტებში ჩვენ ასეთი ტიპის გამოკვლევა ჩავატარეთ ინდივიდუალურად გამოვკითხეთ ადამიანები და სწორედ გაჩნდა საჭიროება იმისა და დონორსაც დავანახეთ ამის საჭიროება, რომ ასეთი დამოკიდებულების გამო ცალკე სერვისი შეგვეთავაზებინა და დღეს ჩვენი ორგანიზაცია სტომატოლოგიურ სერვისს თავაზობს ამ ადამიანებს, რომ აი ესეთი ფაქტების, ასე ვთქვათ, აღმოფხვრა მოხდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულება მთლიანობაში უნდა შეიცვალოს აუცილებლად. სახელმწიფოს დამოკიდებულება და ის მეთოდები, რომელიც ამ ადამიანების დასჯაზე, დისკრიმინაციაზეა მიმართული, აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. დღეს ჩვენ გვესმის მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულებისთვის რაღაც გარკვეული ცვლილებები იგეგმება, თუნდაც აი ამ ნარკომანიის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ჩვენ თვლით, რომ რაღაცა ხელშეკრულება რა თქმა უნდა არ არის ეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების თუნდაც ფასადური ცვლილებების განხორციელება აი ამ ამდენი წამება გამოვლილი ხალხის მიმართ ვფიქრობთ, რომ ძალიან არასწორი ნაბიჯია. აქ არის საუბარი სისტემურ ეფექტურ ცვლილებების განხორციელებაზე საუბარი. სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების ჩართულობით და იმ ადამიანების ჩართულობით, ვინც დღეს აი ამდენ პრობლემას აწყდება. თუნდაც მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამებში, ასევე გარე ფაქტორები, რომელზეც ვილაპარაკეთ, სახელმწიფოს დამოკიდებულება და განხორციელებული ღონისძიებები და საზოგადოების და თუნდაც მედპერსონალის დამოკიდებულება. ასეთი მიდგომები ჩვენ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, წრეში ვიტრიალებთ. ბატონ გიორგი სურდა. დავამატოთ, თუ შეიძლება თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით მე განვაზოგადებდი მაინც აი სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებას. ვიდრე ამას იტყვით, ბატონ გიორგი, ბოდიშს მოგიხდით, მსმენელს შევახსენებ, ვინც გვისმენსთან დარეკვა სურს, ტელეფონის ნომერს 2988327-ია ტელეფონი, 2988327. შეგიძლიათ მიიღოთ საუბარში მონაწილეობა. გისმენთ. ეხლა მე განვაზოგადებდი და უფრო სისტემურ დონეზე ვისაუბრებდი, მაინც მოვერიდებოდი ალბათ თითოეული კონკრეტული ექიმის და დანაშაულებას, იმიტომ რომ აქ როგორც კოკამ აღნიშნა და სწორად აღნიშნა, გვაქვს სისტემასთან პრობლემა და ეს არის სისტემა, რომელმაც დაავალა სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ერიცხება დავალიანება, ბჭყალებში ამოიღოთ ეს თანხები ამ ადამიანებისგან. შესაბამისად, ექიმს და პაციენტს შორის ურთიერთობა იგება არა მკურნალობის პროცესის სამართავად, არამედ უკვე თანხის გადახდა არ გადახდის საფუძველზე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ პაციენტებთან გვაქვს საქმე და როდესაც ჩვენ მკურნალობაზე ვსაუბრობთ, რადიკალურად დაუშვებელია სისტემურ დონეზე ესეთი მიდგომები. იმ 100 ლარის დავალიანებაზე ამბობთ? დიახ, იმ 100 ლარის დავალიანებაზე ვამბობთ. გარდა ამისა, სისტემურ დონეზე ძალიან უხეში და უპატიებელი შეცდომები არის. მაგალითად, როდესაც და ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები სახელმწიფოსი. ერთის მხრივ სახელმწიფო გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ კარგები და ვაფინანსებთ ჩვენ ინვესტირებას ვახდენთ მეტადონის პროგრამაში და ეს პროგრამა მიზანმიმართულია იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანის ფიზიკური, სოციალური, ფსიქიკური რეაბილიტაცია და გამოჯანსაღება. მაგრამ მეორეს მხრივ სახელმწიფო გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ
სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის უფლება, რომ არ აქვს მართვის მოწმობის ქონის უფლება. მაშინ ჩდება ლეგიტიმური შეკითხვა, რატომ არა აქ ადამიანს, რომელიც ამ პროგრამის შედეგად არის გამოჯანმრთელებული, სოციალურად რეაბილიტირებული, უფლება იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში. ან პროგრამა არ სრულდება თავის ჩარჩოებში და სწორედ ან ეს მიზანმიმართულად ხდება რეპრესია ნარკოტიკის მომხმარებლების. მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ ფასევ საუბრობთ, მე არ მოვერიდები ალბათ ამის თქმასაც, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ესე არის. რეალურად გამოდის, რომ სახელმწიფო იმ ადამიანების გადასახადებიდან, რომლებიც იხდიან საშემოსავლოს გადასახადს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყიდულობენ მეტადონს, რომელიც თავისთავად გახლავთ ნარკოტიკული საშუალება და შემდეგ ამ ნარკოტიკულ საშუალება მეტადონს სახელმწიფო ყიდის ისევ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც იხდიან რომლის საშემოსავლოს გადასახადიდანაც შეიძინა ეს მეტადონი. ეს პრაქტიკულად რომ ვთქვათ, არის სახელმწიფო დონეზე ნარკოტიკის ტრეფიკი. ამ სახით, ანუ მიზანი ამოცანა ამგვარად საკითხის დაყენების არის ის, რომ იყოს ყველასთვის ვინც ჩაერთვა პროგრამაში უფასო. Dinagum შემთხვევაში ჩდება იჭირო, ეს არის უბრალოდ შემოსავლის წყარო სახელმწიფოსთვის და არ დარდებს არც ერთი ადამიანის ეგრე. რა იყო мотиваცია, არგუმენტი იმისა, რომ აი ეს გადასახადი დაწესებულიყო თავდაპირველად? თქვენ არ უნდა გეკითხებოდეთ, მაგრამ რეალურად თვითღირებულება მე გამიჭირდება ზუსტი პასუხი მოგცეთ ამაზე, იმიტომ რომ არ მაქვს ეს კონკრეტული ციფრები ხელთ, მაგრამ თვითღირებულება რეალურად ამ პრეპარატს არის დაახლოებით 350 ლარი და სახელმწიფო იქიდან გარკვეულ ნაწილს ფარავს, ეს 240 ლარს ფარავს და არგუმენტი ის არის, რომ ამის მეტი საშუალება სახელმწიფოს არ აქვს. მეორე ისიც შეიძლება რომ მეტი მოიცვას, მეტი ადამიანი? რა თქმა უნდა შეიძლება და გეოგრაფიული პრობლემა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა არის და როდესაც მაგალითად არის ადამიანები, რომელიც ამბროლაურიდან უწევს ყოველდღე ქუთაისში სიარულით. გარდა იმასათა ლარისა 300-400 ლარს ხარჯავს მარტო ტრანსპორტში. ამის გარდა მთელი დღე ამბროლაურიდან ქუთაისში ჩასვლა და უკან წასვლა არც სამსახურის საშუალება დაწყების საშუალება აქვს არაფერი. სახელმწიფო ამაზე გვეუბნება, რომ მას არ აქვს რესურსი, რომ გახსნას მაგალითად ამბროლაურში, რაჭის რეგიონში თქვა პროგრამა. ჩვენ ამას უპირისპირებთ ესეთ არგუმენტებს. როდესაც მაგალითად 18 მილიონი ლარი იხარჯება ქუჩის ნარკოტესტირებაზე იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანები დევნოს სახელმწიფომ, რომლიდანაც მაგალითად სამეგრელოზე სვანეთის რეგიონში 90% უარყოფით შედეგი დამთავრდა და გარდა უარყოფით არაფრის მომტანი არ არის. ამ თანხებით შეიძლება 1000-ობით ადამიანისთვის ამ სასოფლო და აი ამაზე მინდა კითხოთ, ჩვენი საუბრის დრო ამოიწურა პრაქტიკულად, მაგრამ მინდა კითხოთ, ერთ-ერთი საკითხი არის თუ არა ესე ვთქვათ, მეტადონის პროგრამაში ჩართვის მექანიზმი. მესმის რომ შეზღუდულია რაოდენობა, მაგრამ ან გაფართოება პროგრამის და ჩართვის მექანიზმი არის თუ არა ამაზე პრობლემები. ლაპარაკობდნენ თუ არა ამაზე, როცა იკვლევდით დიახ, არის ესეთი პრობლემა, ჩართვის მექანიზმი და გარდა ჩართვის მექანიზმისა კიდე გამოსვლის მექანიზმის პრობლემა არის. გამოსვლის ნიშნავს იმას, რომ ადამიანი როდესაც კურნალობს, უნდა ვთქვათ ეტაპობრივად დაუწიოს ვთქვათ მის კუთვნილ ულუფას და ნელ-ნელა გამოვიდეს პროგრამიდან. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ზუსტად აქ ექიმებზე როცა ვსაუბრობ, ექიმები უპრობლემოდ უმატებენ რატომღაც ადამიანებს მათ კუთვნილ დოზას, ხოლო დაწევით ეს ექიმის გადასაწყვეტია, ხო, ალბათ? ეს ექიმის გადასაწყვეტია, დიახ.